გესმით, აი დასაწყისი იყო სამყაროს შექმნის დასაბამზეა აქ ლაპარაკი, ხომ? დასაბამი არის სამყაროს შექმნის დასაბამი. აი იმ დასაბამიდან კი არ დაიწყო ძაღმერთმა არსებობა, არამედ მანამ დასაბამშივე. აი გერმანულში ასეა მაგალითად, რომ იმ Anfang, ab Anfang კი არა, იმ Anfang უკვე დასაწყისშივე იყო სიტყვა. აი ბერძნულში ესეა in arche, ანუ arche არის დასაბამი. იმ archeში უკვე იყო ღმერთი. ან დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო თავად ის სიტყვა. სიტყვა ვიზე ლაპარაკობს? იესო ქრისტე ზეღმერთზე, ხო? ის ვიზეც უნდა მოგიყვეს, მაგრამ შემდეგ იოანემ სახარება მას ახსენებს როგორც ღვთის სიტყვას. ბერძნულში წერია ლოგოსი, ხო? ლოგოსი. ლოგოსი ბერძნულ ფილოსოფიაში და ბერძნულ აზროვნებაში ნიშნავდა გონს, სიტყვასაც ნიშნავდა აზრს, საზრის რაღაცისას, აი ლოგოსი ბევრ რამეს მოიცავს, მაგრამ იოანე ხომ ებრაელი არ იყო? იოანე ღვთისმეტყველი ბუდიში იოანე ხო ბერძენი არ იყო? იოანეს ბერძენი ფილოსოფიასთან რა საქმე აქვს? რატომ ამობს მაშინ სიტყვას? ლოგოს რატო ხმარობს? იმიტომ რომ ებრაულ აზროვნებაში სიტყვა ღვთისა არსებობდა ეს ტერმინი. რატომ? უყურეთ, ღმერთის პირადი სახელი ებრაელებთან რა იყო? აი ღმერთს პირადად როგორ მარტოდნენ? 4 ასოთი რომ იწერებოდა, ხომ იცით? I H V I H V H. არავინ არ იცის დღემდე ეს I H და V H, ეს 4 ასო როგორ გამოითქმებოდა? ვარაუდობენ რომ როგორც იაჰვე ესე გამოითქმებოდა. აი იეჰოვას მოწმეები რო არიან, აქედან აიღეს მათ ეს იეჰოვას მოწმეებმა სახელი. მაგრამ უფრო სავარაუდოა რომ იაჰვე ესე გამოითქმებოდა. ღმერთის პირადი სახელი. მაგრამ 10 მცნებაში ხომ იყო რომ არ ახსენო ამაოდ ღმერთის სახელი, ამიტომ ებრაელები ამ სახელს არასდროს არ ახსენებდნენ. მხოლოდ ეს 4 ასო ეწერა ბიბლიაში, ეს ბიბლიაში წერია ებრაულ ბიბლიაში ეს 4 ასო, მაგრამ იმ ადგილას რომ მივიდოდა მკითხველი სინაგოგაში, ან ტაძარში, იმ იაჰვეს მაგიერ იტყოდა ზეცას იტყოდა, ან მამას იტყოდა, ან მეუფებას იტყოდა. და ყველა მიცოდა რომ აი მეუფებას რო იტყვის, აი მეუფებამ ბრძანა რო ამბობს, ისე იგი წერია იაჰვე, რომლის გამოთქმაც არ შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი თარგუმიმი იყო, ასეთი არამეული თარგმანი ებრაული ბიბლიის და იმ თარგუმიმში იყო სიტყვა ღვთისა. სიტყვა ღვთისა უკვე იგივე იაჰვე იყო, გესმით? თუ წაიკითხავდა მკითხველი რომ სიტყვა ღვთისამ ბრძანა ეს, ხალხმა იცოდა რომ იქ დახსენებია იაჰვე, ის გამოუთქმელი ღმერთი, რომელიც მოსეს გამოეცხადა, რომელსაც სამყარო შექმნა, გესმით? ანუ მემრა იყო ეს სახელი ებრაულში, მემრა ადონაი. ანუ უფლის სიტყვა ნიშნავდა ღმერთს. ამიტომაც იოანე აქ ბერძნული ფილოსოფიიდან კი არ ხმარობს ლოგოს, არამედ ხმარობს ებრაული აზროვნებიდან სიტყვა ღვთისა. და ამაზე ამბობს რომ ეს სიტყვა ღვთისა არის იესო ქრისტე, რომელიც რაც მასში ვიხილეთ. ამიტომ ამბობს რომ დასაბამიდან იყო ღვთის სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, სიტყვა იყო იმ ღმერთ იაჰვესთან და თავად ღმერთი იყო, თავად იაჰვე იყო სიტყვა იგი. გესმით, აი შესავალში დასაწყისში უკვე გვეუბნება ჩვენ რომ ზეღმერთზეა ლაპარაკი, რომელიც დასაბამიდან, იმიტომ რომ ებრაელები ხო მანამდე ვის იცნობდნენ, მხოლოდ მამა ღმერთს იცნობდნენ, ხო? ისინი ღმერთს მიმართავდნენ როგორც მამაო ჩვენო, მამას მიმართავდნენ და ახლა განკაცდა ზეღმერთი. და ნენელა ჩვენთვის გაიხსნა ეს საიდუმლო, რომ ღმერთში 3 პირია, მამა, ძე და სულიწმინდა, ამიტომაც იოანე იწყებს ზეღმერთის სახარება, იოანეს სახარება და ამიტომაც მას უწოდებს იოანე სიტყვას. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ანუ ის იყო დასაბამშივე, უფრო სწორედ, დასაბამიდან ღმერთთან. ანუ ყოველთვის მარადიულად ღმერთთან იყო სიტყვა იგი. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. და ის სიტყვა
სიტყვა, ანუ ზეღმერთი შემოქმედია სამყაროს. ანუ მის გარეშე არაფერი შექმნა, რაც კი შეიქმნა, რადგან სამყაროს შექმნისას ის იყო ღმერთთან. გახსოვთ, როდესაც ბიბლიის პირველ წიგნში დაბადებაში ღმერთი როგორ ამბობს? ქმნეთ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსადო. ასე წერია ებრაულშივე. შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად. ჩვენს რატო ამბობს? თუ ღმერთია ერთია, ერთი პირია, ჩვენს ხატად რატო ამბობს? რას ნიშნავს ჩვენს ხატად? იმიტომ რომ ეს საიდუმლო უკვე წმინდა სამების სამპიროვანი ღმერთის საიდუმლო ებრაულ ენაში, ბიბლიაში უკვე იყო, რომ ღმერთი ამბობს, რომ ჩვენს ხატად და ანუ სამება ლაპარაკობს, სამი პირი ლაპარაკობს, ჩვენს ხატად და მსგავსად შექმნათ ადამიანიო. ანუ ზეღმერთი, ანუ სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე არის შემოქმედი სამყაროს. მასში იყო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე იყო კაცთან ნათელი და ბნელმა ვერაფერი ვერ უყო მას. შემდეგ ამბობს, რომ იოანე მოვიდა ღვთისაგან, რათა ემოწმებინა აი ამ ნათლისთვის. იოანე ნათლისმცემელი მოვიდა, რომ ემოწმებინა, რომ მოდის ნათელი, ჩვენ შორის დგას უკვე ნათელი, იმიტომ რომ იოანე ხომ 6 თვით დიდი იყო ქრისტეზე. იოანე ნათლისმცემელი. მისი თანატოლი იყო. როცა იოანე მოვიდა, დაიწყო მოწმობა ნათლის, რომ ჩვენ შორის არის უკვე ის სიტყვა ღვთისა, ჩვენ შორის დადის და მოშეინანეთ, რადგან მოახლოებულია სათანადო. ის თვითონ არ იყო ნათელი, ის ღვთაებრივი ნათელი არ იყო თვითონ იოანე, არამედ რათა ემოწმებინა, ანუ დაემოწმებინა, მოწმობა მოეტანა ზეღმერთისთვის. და იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყველა კაცს და შემდეგ ამბობს იოანე, რომ შემოქმედი იყო ის, ქვეყანა მან შექმნა, თავისიანებთან მოვიდა, თავისიანებმა იგი ვერ იცნეს, მაგრამ ყველას ვინც შეიწყნარა იგი მისცამათ უფლება, რომ წოდებულიყვნენ ღმერთის შვილებად. ღმერთის შვილებად. ანუ ნახეთ, ღმერთმა შექმნა სამყარო და ღმერთმა შექმნა ადამიანი და ადამიანმა რა უქნა მას? ადამიანმა ჯერ ვერ იცნო და ადამიანმა მოკლა იგი. დებით რას ამბობს იოანე, რომ თავისიანებთან მოვიდა, მისიანები იყვნენ, მისი შექმნილნი იყვნენ, მათთან მოვიდა, მათში იმდენად დიდი იყო ბნელი ადამიანებში, რომ ვერ შეიწყნარეს ნათელი, ვერ მიიღეს, ვერ დაიტიეს ეს ნათელი, ამიტომაც თავის შემოქმედს სიკვდილი გადაუწყვიტა ადამიანმა, აი ბნელში მყოფმა ადამიანმა. აი ხანდახან ადამიანი ბოროტებაში ცხოვრობს და სხვამს ასეთ კითხვას, რომ იმ ქვეყანაზე რომ მივა, რატომ არ ეკუთვნის მას ღმერთ სათასაზრდელი, ხო? ვერ დაიტევს ის ამ სათასაზრდელს თავის თავში. ვერ მიიღებს, არ შეუძლია. აი ქრისტე რომ მოვიდა, აი ამ ბოროტებით ახსილმა ადამიანმა ის ვერ დაიტია. თავისიანებთან მოვიდა და სიკვდილი გადაუწყვიტეს მას. და შემდეგ ამბობს, სიტყვა ხორციელი იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის სავსე მადლით და ჭეშმარიტებით და ვიხილეთ დიდება მისი, როგორც მხოლოდ შობილისა მამის მიერ. მხოლოდ შობილი მამის მიერ. რას ნიშნავს? მამა ღმერთმა შვა აქვს ზეღმერთი? ის ბერძნულ ორიგინალში ასე წერია. ნახეთ? აი ეს მხოლოდ შობილი, ნათქვამია მონოგენეს. აი გენეს ხო დაბადებას ნიშნავს და მონო მხოლოდ, ხო? მონო იყო, ვესმის თქვა. მონოგენს ნიშნავს მხოლოდ შობილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას დაბადებას ან შრობას. ნიშნავს, რომ აი განსაკუთრებულს, განუმეორებელს, ერთადერთს, მამის ერთადერთი ძე არის ღმერთში იესო ქრისტე. ხანდახან ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ მამა ღმერთმა გააჩინა იესო ქრისტე და ეს საშინელი მკრეხელური თეოლოგიაც არის, რომ ღმერთი შეიძლება დედრობითია. აბა როგორ გააჩენდა ისე ძეს? საშინელება, მაგრამ ეს ამას კი არ ნიშნავს, რომ მამა ღმერთმა გააჩინა ის გაგებით, როგორც ჩვენ გონია, არა. მხოლოდ შობილი ნიშნავს, რომ ერთადერთი ყავს, განსაკუთრებული, განუმეორებელი, მონოგენეზი ამას ნიშნავს. მონოგენეზი ამას ნიშნავს. და იგი ხორციელი იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის. ნახეთ, მე-17 მუხლი.
მე-16 ჯერ. მისი სავსებისაგან მივიღეთ ყველამ მადლის წილ. რას ნიშნავს მადლის წილ? ანუ განუსაზღვრელი, უზომოდ მადლის წილ ნიშნავს, რომ მივიღეთ მადლი კიდევ ზევიდან მადლი დაემატა. იმის წილ კიდევ მადლი. სასჯელი, ახლა მადლის წილ შეიძლება სასჯელი მოვიდეს ხანდახან, ხო? ხო, აი თუ არ მოვიგე, არა. ღმერთმა იმდენად შეიყვარა ადამიანი, რომ მადლის წილ ისევ მადლს გვაძლევს. ანუ წყალობის წილ ისევ მადლის წილ მოდის, ახლა ისეთ საუკუნეში ცხოვრობ ჩვენ, რომ ღმერთს მხოლოდ მადლი უნდა ჩვენთვის. მხოლოდ კეთილგანწყობა, აი ამას ნიშნავს ეს. გესმით? რომ აი მივიღეთ მადლი ღმერთისგან, ხო? და შეიძლება ეს მადლი ჩვენ ვერ დავიტიეთ ჩვენში. კი არ დაგვჭირს. მადლის წილ ისევ მადლს მოგცემს. აი ამაზეა ლაპარაკი. რომ მოგვაქციოს. ანუ კი არ დაგვუყავს და წავწყმეთს, არამედ მადლის მაგივრად ისევ მადლს გვაძლევს. მიუხედავად იმისა, ჩვენ რა ჩავიდინეთ, რა გავაკეთეთ. აი ესეთი გულმოწყალების ეპოქაში ცხოვრობ ჩვენ და ამიტომ არ ეპატიება არავის ქრისტეს მოსვლამდე, რომ არ მოусმინოს და არ მოიქცეს. შემდეგ წერს მე-17 მუხლი, რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს ქრისტეს მიერ. ნახეთ, იოანე მოსეს აპირისპირებს, მოსეს საწინააღმდეგოდ გვაჩვენებს იესო ქრისტეს. მოსემ რჯული მოგვცა ღმერთისგან. რას ნიშნავდა ეს რჯული? კანონები მოგვცა. კანონები 613 კანონი რა უნდა დაგვეცვა ჩვენ, რომ ღვთის ხალხი ყოფილიყავ. მაგრამ ადამიანმა ეს ვერ დაიცვა, ადამიანმა ვერ შეძლო ეს და ღმერთმა ქრისტეს მიერ მოგვცა მადლი და ჭეშმარიტება. მადლი ღმერთის რას ნიშნავს? მე ეს ბევრჯერ მithქვა თქვენთვის, მინდა რომ კიდე გავამტკიცოთ, რას ნიშნავს მადლი ღმერთის? რაიმე სულია, რაიმე ნივთიერება, რაიმე მატერიალ რას ნიშნავს მადლი? კეთილგანწყობას. ღმერთის კეთილგანწყობას. აი ღმერთმა მადლი მოგვცა ჩვენ ნიშნავს, რომ ღმერთმა მოგვცა კეთილგანწყობა, აი შეგვიყვარა. განიზრახა ღმერთმა, რომ ჩვენ გადაგვარჩინოს. აი ეს არის მადლი, გესმით? აი მადლი უპოვე ღმერთის თვალში, ადამიანი რო ამბობს ხანდახან, მე უპოვე მადლი, ღვთისმშობელს რეუნება. მადლი უპოვე გაბრიელ თავარანგელზე ხო ახარებს ხარების დროს. მადლი უპოვე ქალწულო ღმერთის თვალშიო და შენგან იშვება. აშენს რომ ღვთისმშობელმა კი არ დაიმსახურა ეს. არა. არამედ ღმერთმა შეიყვარა მარიამი, ამოარჩია. ღმერთმა ინება, რომ ის ყოფილიყო ქრისტეს დედა. გესმით? დაუმსახურებლა. აი მაგალითად, ვინმე რო თქვას, რომ მადლი უპოვე ღმერთის თვალში და ღმერთმა მომცა ცხონება, საცხოვრებელი. განა იმიტომ რომ შენ დაიმსახურე. არამედ მადლი უპოვე ნიშნავს, რომ უბრალოდ მე დავინახე, რომ ღმერთმა მაჩუქა ეს. დაუმსახურებლად მომცა ეს, გესმით? აი ეს მადლი ქრისტემ მოგვიტანა და ჭეშმარიტება მისგან იქნა, რაც დღეს ვილაპარაკე, რომ ყველაფერი ის, რაც სიმბოლურად ხოლმე ნაწინასწარმეტყველები იყო ქრისტეზე, ამ ერთ ადამიანში დავინახეთ, გესმით? აი ადამიანს არ გვესმის ბოლომდე მაინც. აი დაახლოებით 340 შეიძლება მეტიც აი ესეთი სიმბოლური წინასწარმეტყველება იყო ქრისტეზე, ძველ აღთქმაში, ხო? როცა დაიბადა ქრისტე და ვიხილეთ დიდება მისი, აი ყველაფერი მასში დავინახეთ. ყველაფერი რაც ნაწინასწარმეტყველები იყო. ხვდებით? ის გარდა იმისა, რომ ბეთლემში უნდა მოსულიყო, ნაზარეთში აღზრდილიყო, ეს ყველაფერი აღსრულდა, მაგრამ გარდა მაგისა ის რომ ის არის ჩვენი სულის წყარო სულისთვის, ის არის ჩვენი სულის ზეციური პური, ის არის ჩვენი ვაზი, რომელზეც უნდა დავრჩეთ, ის არის ნათელი, რომელსაც უნდა მივდიოთ, ხო? აი მაგალითად ძველ აღთქმაში ებრაელებს ქრისტეს სიმბოლოდ რა ჰქონდათ ტაძარში? გახსოვთ ეს? უზარმაზარი 4 უზარმაზარი 25 მეტრიანი კანდელი იდგა ტაძარში. აი სვეტები უზარმაზარი და ზედ იდგა კანდელი, დიდი 9 ლიტრი ზეითუნის ზეთი ჩადიოდა. აი აქ როგორც კანდელია. 9 ლიტრი ზეითუნის ზეთი ჩადიოდა და მათ ფითილად რა ქონდა, იცით? აი მე რო ეს ყაბა გავიხადო ეხლა და დავახვიოთ. აი ღვთის მთავრის შესამოსელს ახლავდნენ და ფითილი ის ქონდა, უზარმაზარი კანდელები და ღამე ეს კანდელი რო ენთო, ეს მათ მოასწავებდათ მესიას. ეს მაშიახის სიმბოლო იყო ეს 4 დიდი კანდელი და ნათელს ელოდნენ მისგან, ხო? და რომ მოვიდა ქრისტე, აი ტაძარში დგას აი ამ კანდელებს შორის და ამბობს, მე ვარ ნათელი სოფლისა. ესენი კი არა. მე ვარ ნათელი სოფლისა. უკვე განკაცებულ კაცში დავინახეთ ეს ნათელი, გესმით?
აი ასე აღსრულდა ჭეშმარიტება ყველაფერი. სიზმარში რომ რამეს ნახავ, ის ხო სიზმარია და ცხადში რომ ახდება ხოლმე ხანდახან, ის ხო ჭეშმარიტია, ხომ? ხომ ესეა? აი ასე ასრულდა ყველაფერი, რაც ძოლათმაში ითქვა მასზე და შემდეგ ცხადად დავინახეთ. და მე-18 მუხლი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი, ღმერთი არავის არასოდეს უხილავს. ხოლო ჩობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა. კიდევ აი აქ შეცდომა, რომელიც იყო კი არა, რომელიც არის მამის წიაღში. მამის წიაღში მყოფმა, ხოლო ჩობილმა ძემ მარადიულად არის. ის რო განკაცდა, მამის წიაღი მას არ დაუტოვებია. რატომ? რომ ღმერთი ხო ყველგან მყოფია. ღმერთი ხო ყველგან მყოფია. აქაც არის და ამერიკაშიც არის ღმერთი, ხომ? და სხვა galaktikაშიც არის, ხომ ასეა? ამიტომ მამის წიაღში მყოფმა, რომელიც იყო კი არა, წარსულში იყო და ახლა აღარ არის. მყოფმა მარადიულმა ძემ მან გაგვიცხადა იგი. მამის წიაღი რას ნიშნავს? აი გერმანულში ასე არის. იმ შოს des Vaters. შოსი რას ნიშნავს? კალთა, ხო? აი დედას რო ბავშვი ან ახლობელს რო კალთაში უზის ადამიანს, რას ნიშნავს? რომ ძალიან ახლო არიან ერთმანეთთან, ხო ისინი? ხანერთ კალთაში არ ჩაუჯდები არავის, ხომ ასეა? ერთად შენ მამას ჩაუჯდიან, დედას ჩაუჯდე კალთაში, ან შეიძლება დას ჩაუჯდეს კალთაში რომ მოეხვია, ხო? ხომ ასე ხდება ცხოვრებაში, ხომ ესეა? ეს ძალიან ინტიმური რაღაცაა, ძალიან ახლობლობას გამოხატავს, ხო? აი, მოვა შენი და შენთან მაგალითად ტირის და კალთაში ჩაგიჯდება და შენ აწკნარებ, ხო? ანუ რაღაცა დიდი სიახლოვეა თქვენ შორის, ხომ ასეა? ხომ ასე ხდება ადამიანთან, შვილი ჩაგიჯდება. აი, მამის წიაღი ნიშნავს ამას. როგორც მამას უსაზღრო სიახლოვე აქვს ძეღმერთთან, თავის ძესთან. და ისეთი სიახლოვე უნდა გქონდეს ჩვენ ახლა ქრისტესთან. გესმით? აი ქრისტე იმიტომ ამბობს, რომ როგორც მე უყვარ ვარ მამას, მე ისე შეგიყვარეთ თქვენ. ხო? როგორც მე უყვარ ვარ მამას, ისე შეგიყვარეთ თქვენ. და გახსოვთ, საიდუმლოსერობის დროს რა მოხდა? ამას ვინ წერს? იოანე ღვთისმეტყველი წერს, ხო? ამას იოანე ღვთისმეტყველი. და რა მოხდა საიდუმლოსერობაზე? იოანემ გამოსცადა ის, რას ნიშნავს მაცხოვრის ხო გახსოვთ ეს კერც რომ მიეღო, ანუ მის კალთაში ჩადო თავი იოანე ღვთისმეტყველმა და მან იგრძნო ის დიდი სიყვარული, რაც მის მიმართ აქვს, მის მოძღვარს იესო ქრისტეს. ამიტომ მას წერს იოანე, მან იგრძნო ეს და იოანე ამბობს, აი მამის წიაღში იყო ეს ღმერთი, ყოფი, მარადის ყოფი და მან გაგვიცხადა ის, რა თუ ვინ არის ღმერთი. გესმით? იმიტომ რომ იოანეს ეს გამოცდილი აქვს თავად, რას ნიშნავს სიყვარული მამისა ღმერთის მიმართ. ხო? ხო გასაგებია? ანუ ჩვენ თუ გვინდა, აი ხანდახან ეს ძალიან საშინელი აშინად გავრცელებული მცდარი შეხედულებაა, რომ აი ყველა რელიგიაშია ღმერთი, ისინი მათაც იციან ღმერთი რა არის ჩვენც და ყველა სხვადასხვა გზა. არ არის ასე. სახარება ამას არ გვეუბნება. თუ შენ ქრისტიანი ხარ, მაგის თქმა არ შეიძლება, რომ შენი და მუსლიმების ღმერთი და იგივე ღმერთია. მაგის თქმა არ შეიძლება. და შენი და ბუდისტების ღმერთი მათ ღმერთი არ წავთ, მაგრამ ერთ და იგივე. არა. ხოლო ძის გავლით, ძეღმერთის შეცნობით, ძეღმერთის გავლით შეიძლება შენ შეიცნო მამა ღმერთი. ხომ ასე? ამიტომ მამის წიაღში მყოფი მარადიული ძე მოვიდა ჩვენთან და მან გაგვიცხადა იგი. მის გარეშე ღმერთს ახლაც ვერავინ ვერ იხილავს. ღმერთი აბსოლუტურად მიუწვდომელია ადამიანისთვის. ხომ გჯერათ ეს? ღმერთი მიუწვდომელია. ახლაც ქრისტეს გარეშე შენ ღმერთს ვერ იხილავ. როგორ მიწვდები შენ ღმერთს? ერთადერთი თუ ქრისტეს მოძღვრებას ჩაწვდები და შენ შეიცნობ რა სიახლოვე და სიყვარულია მას და მამა ღმერთს შორის და შენ ქრისტეს მსგავსი გახდები. ქრისტე ამბობს, თქვენ ჩემი ძმები ხართ, ხო ამბობს? ჩემი ძმები და დები ხართ, ხო ამბობს? აი ჩვენ თუ ქრისტეს დავემსგავსებით კაცობრივი ბუნებით, ჩვენ მიუახლოვდებით მამასაც და შევიცნობთ მამა ღმერთი ვინ არის. როცა ეუნე მამას ფილიპე მოციქული გვაჩვენე მამა შენი და საკმარისიაო, რო ლაპარაკობა მამა ქრისტესთან მამა ღმერთს ხო ჩემ მამას უწოდებდა. მამაო ჩვენოს კი არ ამბობდა ქრისტე, ამბობდა ჩემი მამა, ანუ როგორც ჩემი ასე თქვა მამილო ან მამიკო, ასე ამბობდა, გესმით? და ყველა ხვდებოდა რომ ეს რაღაც პირადულს ლაპარაკობს. იმიტომ უნდათ მისი ჩაქოლვა ებრაელებს.
და ფილიპე ეუბნება მისი მოციქული რომ გვაჩვენ ერთხელ ეს მამა ღმერთი. და დასაგებია ჩვენთვის. ეუბნება ქრისტე ესე წყენით ეუბნება რომ ამდენხანს თქვენთან ვარ ფილიპე და კიდევ მაგას მეუბნები, ვინც შემიცნო მე, მას შეიცნო მამაც. გისმით? ამიტომ მიუწვდომელ ღმერთს მხოლოდ შეგვიძლია ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ მისი ძის მეშვეობით. აი ეგ მე-18 მუხლში მთავრდება შესავალი იოანეს სახარებისთვის. ეს არის პროლოგი იოანეს სახარების და შემდეგ უკვე იწყება მოვლენები. მე მგონი მოვასწრებთ რომ პირველი თავი ბოლომდე ჩავიაროთ და ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მომენტები მაინც. და შემდეგ იწყებს იოანე უკვე მოვლენების მოყოლას. და ეს არის მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა წარგზავნეს იერუსალიმიდან მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის, ვინ ახარ შენ? დაიწყო მოწმობა იოანესი, როცა მღვდლებმა იერუსალიმიდან გამოგზავნეს მღვდლები და ლევიტელები იყვნენ ტაძრის მსახურები. როგორც ტიქაროსნები დადიან, აქ ლევიტელებს ებარათ ეს ტაძრის მსახურება. და ეკითხათ, ვინ ახარ შენ? ანუ ვისთვის უნდა იოანესთვის უნდა ეკითხა. იოანე იყო წინასწარმეტყველი და ქრისტეს წინამორბედი. და აღიარა, როდი უარყო, დიახ აღიარა, მე არა ვარო ქრისტე. და კითხეს მას ვინ ხარ? ელია ხარ? და თქვა, არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო, არა. და უთხრეს მას, მაინც ვინა ხარ? რათა პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ. რა სიტყვის შენზე? და უთხრა მათ, მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებელისა. გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც თქვა იესაია წინასწარმეტყველმა. ხოლო წარმოგზავნილი ფარისეველთაგანი იყვნენ. და კითხეს მას და უთხრეს, მას რატომ სცემ ნათელს? თუ კი არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველი? იუგო იონემ და უთხრა მათ, მე ნათელს გცემ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ. ის არის ჩემ შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო და მე მის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი. ეს ხდებოდა ბეთბარაში, იორდანეს გადაღმა, სადაც ნათელს სცემდა იოანე. ნახეთ, რა საინტერესოა. გამოჩნდა იოანე. და რა იყო ამ მოვლენის მთელი, ასე ვთქვათ, სკანდალი, ამ მოვლენის მთელი სკანდალი რა იყო? იმიტომ რომ ნათლობის რიტუალი ებრაელებმა იცოდნენ რაც წყალში გამბანვა და მაგრამ ებრაელები თუ იუდეველთა სარწმუნოებაზე გადმოვიდოდა ვინმე წარმართი, ეგვიპტელი ან რომაელი ან ვინმე, ისინი მას ნათლავდნენ. მაგრამ ახლა გამოჩნდა წინასწარმეტყველი, რომელიც ამბობს, რომ თქვენ ებრაელებსაც სჭირდებათ ნათლობა. და ეს სკანდალი იყო, ხა ებრაელები თან წამის ძალიან ამაყი ხალხი იყო, რჩეული ხალხი და მათ მიაჩნდათ, რომ ებრაელად თუ დაიბადე ებრაელად, შენ გარანტირებული გაქვს ღმერთთან ნადიმზე დაждდომა. ანუ ცათასასუფეველი შენ გარანტირებული გაქვს, 60 გარანტირებული გაქვს და ამიტომ წინასწარმეტყველი გამოჩნდა, რომელიც ეუბნება, რომ თქვენ ყველანი ცოდვილები ხართ. თქვენ არ ახართ მზად მესიის შესახვედრად, ქრისტეს შესახვედრად თქვენ არ ახართ მზად, ცოდვაში ცხოვრობთ და ნათლობა გჭირდებათ ყველას. ყველამ უნდა მოინანიოთ და მოიქცეთ ღმერთისკენ, შეინანოთ და მოინათლოთ, განიწმინდოთ ქრისტეს შესახვედრად და ეს იყო სკანდალი. ამიტომაც იერუსალიმიდან, სადაც 71 მღვდელმთავარი იჯდა სინოდში, გამოაგზავნეს მღვდლები და ლევიტელები, რომ ნახეთ ერთი გაიგეთ, ეს კაცი ვინ არის, რას ლაპარაკობს? წინასწარმეტყველია ვინ არის და თან მათი კითხვა ერთი მთავარი კითხვა იყო რაში, რომ ელია ხო არა ხარ შენო? ელიაო. რატომ ეკითხებიან ამას? ელია ხარ თუ არა? იმიტომ ელია წინასწარმეტყველი იყო მე-9 საუკუნეში ქრისტემდე და ელია წინასწარმეტყველი ცოცხლად აღიტაცა ღმერთმა ზეცად. ის არ მოუგდა. ამიტომაც ებრაელებში იყო რწმენა, რომ ელია მაშიახის მოსვლამდე მოვა, რომ გზა გაუმზადო მას. ელია იქნება მაშიახის, ანუ ქრისტეს წინამორბედი. ამიტომაც როცა გამოჩნდა იოანე და ამბობს, რომ მოახლოებულია ცათასასუფეველი და ჩვენ შორის არის უკვე ქრისტე, ეუბნებიან შენ ელია ხო არა ხარ? მინდა ეს ადგილი წაგიკითხოთ, ეს არის მალაქია წინასწარმეტყველი, ეს არის ქრისტეს მოსვლამდე 420 წლით ადრე იყო მალაქია წინასწარმეტყველი. უყურეთ, რა არის საინტერესო. ებრაელებს ყოველთვის ღვთის სიტყვა ეცხადებოდა.
ყოველთვის ან მეფე ყავდათ მათ წინასწარ რომელიც ღვთის სიტყვას უცხადებდა ან წინასწარმეტყველი ან წინამძღოლი ერის როგორც მოსე იყო ან ვიღაც მაგრამ მოხდა ასეთი რაღაცნაირი უცნაური მოვლენა რომ ქრისტემდე 420 წლით ადრე 4 საუკუნე წარმოიდგინეთ ბოლო წინასწარმეტყველი იყო მალაქია და შემდეგ ღმერთი გაჩნდა 4 საუკუნე შემდეგ ღმერთი აღარ ელაპარაკებოდა მათ აი წარმოიდგინეთ ხა დაახლოებით რა შევადაროთ რომ საქართველოში 4 საუკუნე წინი რო არ დაიწეროს აი ხო წერენ ჩვენთან ახლა ხო არიან წერილები ყავს და 4 საუკუნე რომ წიგნი არაფერი აღარ დაიწეროს და არავინ არაფერი არ გითხრას ხო რაღაცა სიცარიელია მათთვის ეს იყო ინტელექტუალური და ღვთაებრივი სიჩუმე რაღაც რომ ღმერთებად აღარ ელაპარაკებთ გესმით და თვითონ თალმუდი ხომ ეცით ეს წიგნი თალმუდი ებრაელების ეს ბიბლიის განმარტება თალმუდში არის ეგეთი წიგნი სანჰედრინი იმ სანჰედრინის მეათე თავში წერია რომ აი პირდაპირ წერია ასე ზაქარიას ანგიას და მალაქიას შემდეგ გაშორდა ისრაელს სულიწმინდაო თვითონ ეს ხდებოდნენ ისინი რომ სულიწმინდა გაშორდა ებრაელს და ისრაელს და აღარ ელაპარაკება და აი მალაქია ნახეთ როგორ ამთავრებს აი მალაქია არის ძველი აღთქმის დასასრული და ახალი აღთქმა იწყება მათეს სახარებით ნახეთ და მალაქიას ბოლო თავში ანუ მთავრდება ძველი აღთქმა ასე ამბობს წინასწარმეტყველი მალაქია აჰა დადგება დღე უფლისაგან და დანაწილდება შენი აჰა მოვავლენ ჩემს ანგელოს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე უესრად მოვა თავის ტაძარში უფალი რომელსაც თქვენს ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი რომელიც გსურთ აჰა მოდის საბაოთ უფალი ანუ ამბობს აჰა გამოვავლენ ჩემს ანგელოს წინასწარ სანამ უეცრად მოვა უფალი. ანუ ანგელოზი წინასწარ უნდა მოვიდეს რომ უფლის მოსვლისთვის გზა გაამზადოს ეს ერთი და შემდეგ აი ნახეთ მალაქიას ბოლო თავის ბოლო მუხლი როგორ მთავრდება, ანუ ძველი აღთქმა როგორ მთავრდება. აჰა მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის დიდის და საშინელის დადგომამდე ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შემოსრო. ეს უკვე მეორედ მოსვლაზეა ლაპარაკი. ნახეთ, ამ ბოლო თავი ასეა განაწილებული. პირველ მუხლში ამბობს რომ ანგელოს მოვავლენ უფლის წინაშე რომ გაამზადოს მისი გზა, ბოლოს ამბობს ელიას მოვავლენ, იმიტომ რომ წმენასთან მიგაბრუნოთ რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შეუსრო. მერტი ამბობს. აი ამიტომ ებრაელებს ეს ბოლო წიგნი ძველი აღთქმისა ეუბნებოდათ რომ ელია უნდა მოვიდეს ქრისტეს მოსვლამდე. მათ ახლა ქრისტეს პირველი მოსვლა და მეორე მოსვლა რა თქმა უნდა არ იცოდნენ, რომ ეს სხვადასხვა რამეა ორი, ამიტომაც მათ ეგონათ რომ ელია უნდა იყოს. ამიტომაც იოანეს ეკითხებენ ელია ხო არა ხარ შენ? და ის პასუხობს რომ არა ვარ, არც ელია ვარ, არც წინასწარმეტყველი არა ვარ, მე ვარ ის, ვინც თქვა ესაიას მე-40-ე თავში წერია, როცა ის იწყებს ქრისტეზე ლაპარაკს, როცა იწყებს ესაია, ეს არის მერვე მე-7 საუკუნეები ქრისტემდე, როცა იწყებს ქრისტეზე ლაპარაკს, ამბობს რომ ხმა გაისმა უდაბნოში მღაღადებლისა, გაამზადეთ უფლის ბილიკები, გაამზადეთ გზანი უფლისათვის, რომ მოდის მესია. ნახეთ, წარსულში ლაპარაკობს ესაია, მომავალში რაც იქნება იმაზე და ამბობს როგორც აწმყოში, რომ უდაბნოში გაისმა ხმა. ნახეთ ახლა რა ხდება? იორდანე უდაბნოშია, იოანე უდაბნოშია, იმიტომ რომ იორდანის უდაბნოში ნათლავდა იოანე. იოანე ამბობს რომ უკვე მოვიდა ქრისტე ჩვენ შორის არის და ამიტომ მეგონათ რომ ელია ხო არ არის ეს იოანე. გესმით? მან თქვა რომ არა, მე ვარ ის, ვინც ისაიამ თქვა რომ გაამზადეთ უფლის ბილიკები და უთხრეს მას, მაშინ რა უფლება გაქვს რომ ნათლავ თუ არც ელია ხარ, არც იოანე და არც ქრისტე და იოანე უთხრა რომ მე ნათლავს ცემ წყლით, მე ვნათლავ წყლით და ჩემს შემდეგ მომავალი არის ის, ვინც მოგნათლა თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით. აქ არ ამბობს იოანე ამას? ამას ამბობს მათეს სახარებაში ამბობს ამას იოანე. აქ მოკლედ არის ნათქვამი და იქ უკვე ასრულებს მათე რომ იოანე უთხრა მე ნათლავ თქვენ წყლით რომ განიწმინდოთ, სხეულით რომ განიწმინდოთ ახალი ცხოვრებისთვის და აი ჩემს შემდეგ რომ მოდის, ანუ ქრისტე, რომლის სანდალსაც კი ვერ შევეხები მე, იმდენად დიდი და წმინდა ღვთაებრივია
ის მოგნათა თქვენ სული წმინდით და ცეცხლით. სული წმინდით ნათლობა ვიცით რაც არის, ხო? სულისგან. ცეცხლით ნათლობა რა არის? რა არის ცეცხლით ნათლობა? ცეცხლით ნათლობა უკვე არის მეორედ მოსვლა. მეორედ მოსვლა. სულით გაგვაახლა მან მისი წმენისთვის და ცხოვრებისთვის და მეორედ მოსვლას აიმტომავს რომ აჰა მოვიდაო და ნიჩაბი ხელში უჭირავს. რას ნიშნავს? აი როდესაც ხორბალს აიღებენ ხოლმე. ვინმეს თუ ან გინახავთ ან გაგიგიათ როგორ ანიავებენ ხორბალს. ეს უკვე გაცეხვილია რა შეიძლება რომ კეორმა გადაუარა ამ ხორბალს და კანი მოაშორა, თავთავებს მოაშორა ხორბალი, ხო? და საბრძოლში ყრია ეს ხორბალი. ნიჩაბს იღებს ადამიანი და ამ ოთახს აქედანაც პანჯარა აქვს, აქედანაც პანჯარა აქვს და ორპირი ქარია. აიღებს ნიჩაბი და აყრის ამ ხორბალს. რაც მძიმეა ხორბალი ის რჩება. და რაც ბზარი ქარს მიაქვს და ამ ბზას შემდეგ წვამენ. გესმით? აი ამ მეორედ მოსვლისასაც ნიჩაბი უჭირავს უფლის ანგელოს და ვინც მძიმე არ დახვდება მას ქრისტეს რწმენით, აი ეს მსუბუქი იქნება როგორც ის ხორბლის კანი, ცეცხლში დაიწვება. აი ეს არის ცეცხლით ნათლობა. ცეცხლით ის მოგნათლად ჯერ სულით და შემდეგ ცეცხლით. აი ამას ამბობს იოანე და ჩვენ გველოდება ყველას. ჩვენ ყველას აი საშინელი სამსჯავრო ჩვენ რო ვიხსენებთ ხოლმე დიდ მარხვაში არის აი ზუსტად ცეცხლში გავივლით ყველანი, როცა ქრისტეს წინაშე წავსდგებით და ნაწილი დაიწვება მარადილუცას, ნაწილი მარადილად იცოცხლებს უფალში. შემდეგ გავაგრძელოთ მოდით. იოანე მოწმობს ეს ხდებოდა ბეთ-ბარაში 22-ე მკვიდრ. რამდენი დრო გავიდა ახლა? ხო დავნიშნავს? 40 წუთი. აი 15 წუთში კიდევ მოვასწრებ. მე მგონი ის თავი დავამთავრე. ეს ხდებოდა ბეთ-ბარაში იორდანეს გადაღმა 22-ე მუხლია, სადაც ნათელს სცემდა იოანე. მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. ეს არის ვისთვისაც თქვი, ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენო და ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად. და იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული ტრედივით გარდამომავალი ზეცით და დავანებული მასზე, მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად მითხრა, ვიზედაც იხილავ სულს გარდამომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმინდით ნათლის ცემელი. და მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა. ნახეთ იოანე აქ მათე და ლუკა აღწერენ იორდანიში როგორ ჩავიდა იესო, როგორ არ უშვებდა იოანე, როგორ მე უნდა მოგნათლო შენ, მე ნახტებ შენგან ნათლისცემა და მე როგორ ამოვიდა წყლიდან იესო და სული წმინდა ტრედის სახით გამოჩნდა მის თავზე და მამა ღმერთმა დაამოწმა, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, სათნოა ჩემთვის მას უსმინეთ, ხო? ეს ყველაფერი ამორანებს იოანე აღარ აღწერს თავის სახარებაში და უბრალოდ ამბობს, რომ იოანემ თქვაო, რომ მე ნათლობისას ვიხილე სული გადმომავალი მასზეო და ჩემმა მომავლინებელმაო, მამა ღმერთმა, ვინც მომავლინაო, წყლით ნათლისცემათო, მან მითხრაო მეო, რომ ვიზეც დაინახავ სული წმინდას გადმომავალსო, ის არის იგიო, რომელიც სულით და ცეცხლით მონათავს ადამიანებსო და მე ვიხილე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა. ნუ იოანემ ეს იცის, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო რაღაც მომენტია ერთი, იოანე ადამიანია. თქვენ ვერასდროს ვერ იხილავთ ქრისტეში დაეჭვებას. თქვენ ვერასდროს ვერ იხილავთ ქრისტეში, რომ დაეჭვდა იგი ღვთის განგებულებაში. მაგრამ იოანე მისგან განსხვავებით ადამიანია სუფთა. ის და ღმერთ კაცი იყო და იოანე ადამიანია. და რა მოხდა? უყურეთ, ნახეთ აქ უკვე ამბობს იოანე, რომ მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ის არის ძე ღვთისა. ის არის ტარიგი ღვთისა, ის უნდა შეიწიროს. მაგრამ მე რა ხდება ნახეთ? იოანეს როცა შეიპყრობს ჰეროდე, საპყრობილეში ჩააგდებს, იოანე ნათლისმცემელს დააპატიმრებენ, იტანჯება და ეჭვი გაუჩნდება. და გააგზავნის მოწაფეებს ქრისტესთან და ეუბნება, მართლა შენახარო თუ კიდე სხვას ვერ მოველოდოთ. ანუ აი ადამიანის ბუნება როგორც პეტრე დაეც, როგორც ჩვენც ვეცემით, იოანეს ბუნებაც ესეთია, რომ ამ ხელა წინასწარმეტყველია, მაგრამ მაინც აი ამ განსასწელმა შეარყია რაღაცა და ქრისტეს ეუბნება, რომ
თუმცა დაამოწმა რომ ეს არის ძე ღვთისა, მართლა შენახა რო ქრისტეო, თუ სხვას კიდევ უნდა ველოდე თუ იმას, იმიტომ რომ ისიც ელოდა ქრისტეს როგორც სამქვეყნიურ მეფეს ალბათ, რომელიც ისრაელს მოუტანდა დიდებას. 35 მუხლი. ვახტანგ ფანჯარაზე დევს პატარა თეთრი კოლოფია, ის გუში რო ქონდა. და 35 მუხლი. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად და დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღვთისა. ეს რომ გაიგონეს, ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა. ხოლო იესო შემოbrunდა მას და უკან მომავალი რომ დაინახა, უთხრა: რას ეძებთ? და მათ მიუგეს: რაბი, რაც თარგმანებით ნიშნავს მოძღვარს, სადა გაქვს ბინა, ანუ საცხოვრო. და უთხრა მათ: მოდით და იქ ნახეთ. და მივიდნენ და ნახეს, სადაც ჰქონდა ბინა და იმ დღეს მასთან დარჩნენ, იქნებოდა ასე 10 საათი. ხოლო ამ ორთაგან ერთი, რომელმაც იოანესგან გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, იყო ანდრია, სიმონ პეტრეს ძმა. იოანე ამბობს, რომ ეს არის ტარიგი ღვთისა. ტარიგი რას ნიშნავს? კრა, რომელიც უნდა შეიწიროს. აი დასაკლავად გამზადებული ცხვარი არის ტარიგი. იოანე მიცის, რომ გოლგოთაზე მას ჯვარცმა ელოდება. ეს ყველაფერი იცის იოანე. ეს არის ტარიგი ღვთისა. და მას შემდეგ მოწაფეებმა, იოანეს მოწაფეებმა, რომ დაინახეს იესო, გაყვნენ მას, რადგან გაიგონეს, რომ ეს არის მესია, გაყვნენ მას. და საცხოვრობ ეკითხებიან. მაგალითად დღეს მღვდელს თქვენ ხო არ ეტყვით საცხოვრობ, რომ ნახოს მიხვიდეს საცხოვრობ. არც მასწავლებელს ან უნივერსიტეტის პროფესორს თქვენ არ ეტყვით, რომ საცხოვრობ, აბა წამოგვაჩვენე როგორ ცხოვრობ. ხო არ ეტყვით? მაგრამ ძველად ასე არ იყო. ძველად მოძღვარი და მასწავლებელი იყო თლიანად მაგალითი მათთვის. თავის ცხოვრებით, საცხოვრობს, რას ჭამს, რას სვამს, ყველაფრით მაგალითი იყო მოწაფეებისთვის. ამიტომ დღეს გვაჩვენე სადახარ საცხოვრობ, როგორ ცხოვრობ, ამას ეუბნებიან და წამოდით იოანე ქრისტე ეუბნება და ნახეთ. ნახეთ. და ამიტომაც შეძლეს მათ ის რაც შეძლეს. ხანდახან ჩვენ გონია რომ თეორიულად თუ რამეს ვასწავლეთ ადამიანებს, ის ყველაფერს მოაგვარებს. არა. ამ მათ რომ 3 წელიწადი ქრისტეს მაგალითი ნახეს, როგორ ცხოვრობდა ქრისტე, როგორ იბრძოდა, როგორ შრომობდა და როგორ იღწოდა და რა გააკეთა, ყველაფერი რო ნახეს. იმიტომაც შეძლეს, რომ მიმსგავსებოდნენ მას და თითქმის ყველა მოწაფე მისი ჯვარს ეცვა თვითონაც. თითქმის ყველა. პავლეს მოკვეთეს თავი. ესმით, აი ამის გამო, რომ მათი მოძღვარი იყო, მათი მაგალითი მთლიანად. შემდეგ ანდრიამო, ეს ანდრია როგორც ჩანს, იოანეს მოწაფე იყო თავიდან, გაყვა იესოს, მან მოძებნა პეტრე და უთხრაო: ვიპოვეთ მესია, 42 მუხლი, ვიპოვეთ მესია, რაც თარგმანებით ნიშნავს ქრისტეს. და მიიყვანა იგი იესოსთან, ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენ ხარ სიმონი, იონას ძე და იწოდები კეფად, რაც ნიშნავს კლდეს. რატო მეუნება ამას? ნახეთ და საინტერესოა ეხა ეს პატარა ერთი ხაზი, სულ ერთი მუხლი. სიმონი არის ებრაული სახელი, მის ებრაული სახელი. და კეფას, ანუ პეტროს ნიშნავს კლდეს ბერძნულად, ხო? და ქრისტე მიცის, რომ დაახლოებით 2 წლის შემდეგ პეტრე რასაც იტყვის. გახსოვთ? დაახლოებით ჯვარც 2 წელი ნახევარია გასული ამის შემდეგ და ქრისტე ეკითხება მოციქულებს: თქვენ ვინ გონივართ მე? და პეტრე ეუბნება: შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთის. და ქრისტე ამ დროს უკვე იმეორებს იგივეს: აი შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ მე ჩემს ეკლესიას. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ქრისტემ წინასწარ იცოდა პეტრეს პასუხი. გესმით? აი ჩვენ ეს წმენას გვაძლევს იმისას, რომ ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი. როცა პირველად შეხვდა პეტრე ქრისტეს, მაშინ არ ქმევს მას კლდეს, შენ გექმევა კლდე, რადგან მან იცის, რომ პეტრეს რწმენა 2 წლინახევრის შემდეგ დაახლოებით როგორი იქნება და ეტყვის იგივეს გაუმერებს, რომ აი ამ კლდეზე, ეს კლდეა ეს სარწმუნოება, შენ ხარ კლდე და აი ამ ქრისტეს ძეღმერთობის წმენაზე მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ხედავთ, როგორ წინასწარ იცის ღმერთმა ყველაფერი. ეს ჩვენს ცხოვრებაზეც ასეა. ჩემს ცხოვრებაზეც ასეა. მაგალითად, შენ 15 წლის იყავი და პირველად რომ შეხვედი ეკლესიაში და დღეს ისევ აქრო ხარ. დღეს ისევ აქროზე ხარ და უსმენ ღვთის სიტყვას, შენ გონია ქრისტემ არ იცოდა, მაშინ შენ რას გააკეთებდი შენ წლებში, რომ შემდეგაც არ უღალატებდი მას, იცოდა ეს და ისე წარგიმართა
შენი ცხოვრება ზუსტად. ეს უნდა ვახსოვდეს ჩვენ და ამიტომაც არ შეგვეშინდეს არაფრის, ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის. და ყოველთვის დაგვეხმარება და დასასრული ყოველთვის კარგი იქნება ჩვენი ცხოვრების დასასრული. რომ ღმერთი ხელს აღარ გაგვიშვებს ჩვენ. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენი პეტრეს ცხოვრებიდან ეს ჩანს და ჩვენთვის არის სამაგალითო. მეორე დღეს 54 მუხლი. მეორე დღეს, ბატონო, ამოიღეთო შეიძლება. მეორე დღეს მოინდომა იესომ გალილეაში წასვლა. და მონახა ფილიპე და უთხრა მას, გამომყევიო. ფილიპე ანუ ერთ-ერთი კიდევ 12-თაგანი მოწაფე. ხოლო ფილიპე ბეცაიდელი იყო ანდრიას და პეტრეს თანამოქალაქე. და მონახა ფილიპემ ნათანაელი და უთხრა მას, ვიპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ ჯულში და წინასწარმეტყველებმა, იესო, ძე იოსებისი, ნაზარეველი. და უთხრა მას ნათანაელმა, განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ, მოდი და ნახე, მოდი და იხილე. ნახეთ, ნათანაელი არიჯერებს ამას, რომ ნაზარეთიდან შეიძლება იყოს იესო ქრისტე. მესია, ისრაელის მეფე, და ებრაელები ასე ელოდებოდნენ მაშიახს, რომ ის უნდა ყოფილიყო ისრაელის მეფე, დიდების მომტანი. შეუძლია ახლა ფილიპე რომ ვიპოვეთ ჩვენ ვიზეთ დაწერა მოსემ და წინასწარმეტყველებმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. რომ ამბობენ ხოლმე რომ მოციქულები უსწავლელი, ბნელი ხალხი, უბირი ხალხი იყო. ეს ტყუილია. მეთევზეები იყვნენ, მაგრამ ებრაელთა შვილები ბიბლიას სწავლობდნენ ბავშვობიდან, მათ წერა-კითხვა იცოდნენ. ამიტომაც ამობს ფილიპე რომ რაც დაწერილი აი ბავშვობიდან რასაც ვიკითხავდნენ მოსემ და წინასწარმეტყველებმა ვიპოვეთ ის იესო ნაზარეველი და ნაზარეთიდან აქვს რატომ? იმიტომ რომ იესო რომ ნაზარეთიდან უნდა ყოფილიყო ის დაწერილია ზაქარია წინასწარმეტყველთან, სხვებთან ერემიასთან დაწერილია ეს რომ უნდა ყოფილიყო ნაზარეთიდან და იესო ნაზარეთიდან. და ნათელი ამობს რომ ნაზარეთიდან კაცო ნაზარეთი აი მიტოვებული ერთი ყრუ სოფელია, იქიდან როგორ შეიძლება მესია იყოს? ძალიან 200-300 კაცი შეიძლება ცხოვრობდა მიწურებში, უბრალო სახლებში. ძალიან ღარიბი ხალხი, მოსახლეობა, თან ეს იყო შერეული მოსახლეობის ადგილი, ებრაელები ცხოვრობდნენ წარმართების და შეიძლება იქიდან იყოს მესია. მოდი და ნახე შენი თვალით. აი ეს რას გვეუბნება კიდევ ისი? გინდა დარწმუნდე ქრისტეს ღმერთობაში? მოდი და შენი თვალით წაიკითხე. მოდი შენ თუ ნახე. მოусმინე მას და დარწმუნდები რომ ის არის ძე ღმერთი. და როცა დაინახა და მისკენ მომავალი 42 მუხლი. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა, აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა. და უთხრა მას ნათანაელმა, საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა მას, სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე შენ. ნათანაელმა მიუგო მას, რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, ისრაელის მეფე. მიუგო იესომ და უთხრა მას, გწამს ვინაიდან გითხარი ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე მეთქი, ამაზე მეცაც იხილავ და უთხრა მას, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს აღმავალთ და გარდამომავალთ კაცის ძეზე. ნახეთ? პატარა სასწაული მოხდა. პატარა, სულ პატარა, ეხლა ეს არ არის დიდი რაღაც. რომ ნათანაელი როცა მოვიდა მასთან, ის ეუბნება, რომ აი, ეს ნამდვილად სუფთა გულის კაცია, ამბობს ქრისტე. და რატო იცით, ქრისტე ღმერთი ასე გვექცევა ჩვენ. პატარა საფეხურებიდან გვაწყებინებს და მერე დიდს გვანახებს. ხომ ასე? ჩვენ ტაძარში შევედით თავიდან, ყველა სახსოვს, რომ პირველად ის ვისწავლეთ, რომ სანთელს სული არ უნდა შეუბერვა, ესე გითხევს, ხო ესე? არა, ეს არ ვიცი წესი არ არის, მაგრამ ნუ აი ძალიან მარტივი პრიმიტიული რაღაცებიდან დავიწყეთ, ხო? რომ აი სანთელი ესე უნდა დაადგათ ის ნენელა გვასწავლის უფალი, იმიტომ რომ ღმერთის შეცნობა შეუძლებელია. ნათანაელთან რომ მივიდა ქრისტესთან, ეუბნება ქრისტე სუფთა კაცია ეს ნამდვილად. საიდან ვიცნობ ეუბნება ნათანაელი? და ქრისტე ეუბნება წინასწარ, რომელიც შენ წინასწარ დაგინახე, როცა სანამ დაგიძახებდა შენ ფილიპე, მე დაგინახე როგორ იყავი ლეღვის ქვეშ. ლეღვის ქვეშ იჯდნენ ხოლმე, ლეღვის ქვეშ ხო დიდი პოტლები აქვს და ლეღვის ქვეშ და იქ იჯდნენ ხოლმე ისრაელის შვილები და სწავლობდნენ ბიბლიას. ლეღვის ხე იყო წმინდა წერილის სასწავლი ადგილი და მართლაც იქ იჯდა როგორც ჩანს ნათანაელი. მართლაც იქ იჯდა, ხო? აი ხა ვიღაცამ თქვენ რო გითხრას რომ მე დილას დაგინახე შენ როგორ იჯექი ამ ადამიანს, ხო გაგიკვირდება, საიდან იცის?
დღეს შეიძლება უფრო არ გაიგვირდეს, იმიტომ რომ რაღაც სხვა საშუალებები არსებობს, მაშინ და ნათანაელი ამ პატარა წინასწარმეტყველებას რო ეუნება, ისე პატარა სასწაულს რო ეუნება, გაოცებულია და რაბი, მოწმარო, შენ ნამდვილად ისრაელის მეფე ხარ. შენ ხარ ნამდვილად ღმერთი ისრაელის მეფე. და ქრისტემ იცის რომ ეს ჯერ არაფერი არ არის, რაც რა ნათანაელმა ირწმუნა. და ეუნება რომ რახანა ეს პატარა და ირწმუნე და ამას ამბობ, ამაზე დიდსაც იხილავ შენ ეუბნება. და ეს ამინ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ამიერიდან ნახავ გახსნილ ცას და ანგელოზები როგორ ადიან და ჩამოდიან კაცის ძეზე. ანგელოზების ასვლა და ჩამოსვლა ნიშნავს რაღაც ღვთაებრივი დიდი საქმეები როგორ მოხდება კაცის ძეზე. მე თქვენ ადრე ეს გაჩვენეთ და კიდევ ერთხელ მინდა გაჩვენოთ, შეიძლება ზოგს არ უნახია, რომ ანგელოზები კაცის ძეზე რას ნიშნავს. აქ ხედავთ ანგელოზებს. და ორი ანგელოზი დგას ამის თავზე, სახურავის თავზე. ნახეთ ორი ქერუბიმი. ნახეთ შეიძლება არ ჩანს, ეს ქერუბიმი მოყრილნი არიან და ეს ფრთები აქვს წინ გაშლილი ეს. და შუაში არის ადგილი და ეს ყველაფერი ეს არის აღთქმის კიდობანი. აღთქმის კიდობანი. რას ნიშნავს აღთქმის კიდობანი? ეს იყო დაახლოებით რა ზომის, იცით? მეტრი, აი დაახლოებით მეტრი 30 სიგრძის და დაახლოებით 80 სანტიმეტრი სიგანის, აი დაახლოებით ამ მაგიდის ხელა, ამ სიმაღლე, ხის იყო უთქმელის ხილგან გაკეთებული და სულ ოქროთი იყო მოპირკეთებული, ხოლო სახურავი იყო თლიანად ოქროსი. ეს რა იყო? როდესაც ისრაელი გამოიყვანა ღმერთმა ეგვიპტის მონობიდან, მოსეს წინამძღოლობით. ღმერთმა უთხრა მოსეს, არ დაგავიწყდეთ, რომ ღმერთმა გამოგიყვანა ძლიერი ხელით მონობიდან. არასოდეს არ დაივიწყოთ. მაგრამ ეს რომ არ დაივიწყოთ თქვენ, ეუბნება ღმერთი მოსეს. გააკეთე ასეთი აღთქმის კიდობანი. ეს უბრალოდ სადგამია, ეს ქვევით რაც არის, ეს არაფერი არ არის, ეს ბედისთან. გააკეთე აღთქმის კიდობანი, აი ესეთი, როგორც თვითონ ღმერთმა აუწერა მოსეს, როგორ უნდა გაეკეთებინა, სულ მოოქროვილი ეს სახელურებით და როცა წახო, ეს იყო 40 წელი მოძრაობდნენ, ხო? ადგილიდან ადგილზე. რომ დაიძვრებით, ეს კიდობანი წაიმძღვარეთ წინ და რომ დაბანაკდებით სადმე, ჯერ გაშალეთ კარავი, ანუ ტაძარი, მოძრავი, მობილური კარავი ქონდა, როგორც ტაძრის მაგივრად, იმიტომ რომ ხო ვერ აშენებდნენ. ეს ხა ძვირფასი მასალისგან გაკეთებული კარავი. გაშალეთ კარავი, აღთქმის კიდობანმა დაივანოს ჯერ ცენტრში და შემდეგ თქვენ, ჯერ მგლები და მთელი ხალხი მის გარშემო უნდა დაბანაკდეთ. და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ღმერთია თქვენ შუაგულში. ეს ამას ნიშნავდა. გესმით? და ისრაელმა იცოდა, რომ სადღაც დაიბანაკებენ, ხო? ასობით ათასში მილიონიც იყვნენ, ხო? რომ იქ შუაში ღმერთია ჩვენ შორის. აი როგორც დღეს ჩვენ ვიცით, რომ ტაძარში ქრისტეა ჩვენ შორის, ებრაელებმა იცოდნენ, რომ ღმერთია ჩვენ შორის. და რა იყო ისიც, როცა მიუძღოდა ეს აღთქმის კიდობანი, მათ რომ მიდიოდნენ, დღე სღრუბლის ნისლის სვეტი მიყვებოდა ამას მუდმივად და ღამე ცეცხლის სვეტი. და თავარი რაც იყო, მოსეს ეუბნება ღმერთი, რომ აი ამ აღთქმის კიდობანზე, აი ამ სახურავზე გამოგეცხადები მე შენ ეუბნება. აი აქ, აი ორ ანგელოს შორის აი ამ სახურავზე გამოგეცხადები და გეტყვი შენ რა უნდა გააკეთო. და მოსე მართლაც რომ შედიოდა აღთქმის კიდობანში, ეს ყველას კი არ შეეძლო ამის ნახვა. მე შემდეგ ტაძარში რო გადაიტანეს იერუსალიმში, წმინდათა წმინდაში იდგა ეს აღთქმის კიდობანი და მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეეძლო მღვდელმთავარს შესვლა და შეიტანდა სამსხვერპლო სისხლს და ასხურებდა, აი ამ ადგილას ასხურებდა. აი აქ, რომ ჩვენ ხალხს მიუტევე ღმერთო, აი ამ მსხვერპლის სისხლით, რაც ამ წელს შესწევდა. აი ეს იყო აღთქმის კიდობანი. და რატო არის ეს თავარი? ანგელოზებთან რა კავშირი აქვს? ანგელოზებთან მე ვიცი რომ ვიმეორებ ზოგიერთისთვის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ამის გააზრება, ძალიან მნიშვნელოვანია. მე სახში ჩემთან საწერმაგიდაზე მიდევს და სულ უყურებ ხოლმე და ტყბები ამით, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს როგორი ღმერთის განგებულება, როგორ ასრულდა, როგორ იყო ნაწინასწარმეტყველები და როგორ ასრულდა. გესმით? რატომ არის მნიშვნელოვანი? აი ეს სახურავი, სულ ოქროსი იყო მეთქი რო გითხარით. იყო ქრისტეს სიმბოლო. და რატომ? ამას ერქვა საფარველი. ზუსტ სიტყვას ნიშნავდა საფარველი ასე ერქვა. აი ჩვენ ხომ საფარველსაც ხანდახან ხმარობთ ხოლმე. საფარველი სიტყვა რას გეუბნება? რას? დაფარვას, რომ რაღაცა დაიბურა, რაღაცა დაიფარა, ხო? საფარველი. და ქრისტემ რა დაფარა ჩვენი? ჩვენი ცოდვები.
ჩვენი ცოდვები დაფარა ქრისტემ და ეს საფარველი, შემდეგ პავლე მოციქული ახსენებს ამას თავის ეპისტოლეებში, რომ ეს საფარველი ქრისტეს სიმბოლო იყო, რომელმაც მოვიდა, იტვირთა ჩვენი ცოდვები და დაფარა. ღმერთი აღარ ხედავს, ღმერთი ჩვენ ცოდვებს აღარ ხედავს. ჩვენ თუ ქრისტე ვიწამეთ და მისი ჯვარცმა ჩვენ გამოხსნისთვის ვიწამეთ, ღმერთი აღარ ხედავს ჩვენ ცოდვებს. სუფთანი ვართ მის წინაშე. როგორც წმინდებს ისე ხედავს. ამიტომაც ქვია ეკლესიის ხალხს წმინდები. გესმით? რომ ქრისტემ დაფარა ჩვენი ცოდვები. ნახე, ამ საფარველზე იდგა რა? ანგელოზები. და ქრისტე ამბობს, რომ გახსოვთ საფარველზე რო ანგელოზები იდგა. საფარველი მე ვარ, ცოდვების დამფარავი და ახლა ჩემზე დაინახავთ ანგელოზებს. ხვდებით რომ მას სიმბოლიკას? ეს სახურავი კი აღარ არის ახლა უკვე საფარველი, მე ვარ თქვენი ცოდვების დამფარველი. მე ვარ საფარველი თქვენი ცოდვების და ახლა იმ ანგელოზებს კი რა, ჩემზე ნახავთ, როგორ ადიან და ჩამოდიან ანგელოზების ზეციდან. გესმით? აი ამ ქრისტეს სიტყვებში ეს სიმბოლიკა დეს. ამის თქმა უნდა ქრისტეს და შემდეგ პავლე მოციქული ამას უფრო მეტად გვიხსნის და ხვდებით ჩვენ რომ მართლაც ესეა. ანუ ქრისტიანის წმენა რა შემდგომარეობს ისიც რომ შენ უნდა გაახსოვდეს რომ ქრისტემ შენი ცოდვები დაფარა. აი მისი ღვთაებრივი ანგელოზებრივი საქმეებით, ანგელოზები რო ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, მან დაფარა შენი ცოდვები. აღარ არსებობს. ყველაფერი გაპატია. ყველაფერი აიღო და ჯვარს შემჭვა და შენ გახარ გამართლებული, განწმენდილი. ერთ-ერთი რა მოითხოვება შენსგან? რა მოითხოვება? რომ გწამდეს, რომ ის შენთვის მოკვდა. მეტი არაფერი. ერთადერთი მოითხოვება, რომ გწამდეს, რომ ის იყო მსხვერპლის შენს გამოსასყიდად. გესმით? და ამ რწმენიდან იწყება უკვე მერე ყველაფერი. ჩვენ ხო ეს გვითქვამს? აი მე თუ ის მწამს, რომ ქრისტე აი ეს ღვთაებრივი ჩემთვის მოკვდა. როგორ შეიძლება მე ხვალ ცოდვა გავიმეორო? აი მითხარ, შეიძლება? აი რა ადამიანი უნდა ვიყო ახლა მე? რომ მე ვიცოდე რომ ქრისტემ წამდეს რომ ქრისტე ჩემთვის მოკვდა და ხვალ წავიდე იგივე ცოდვა გავაკეთე. ხო შეუძლებელია. ხედავ? ანუ ეს რწმენა ჩვენ გვანიარაღებს ცოდვის. აღარ შეგვიძლია ცოდვის გაკეთება. ამიტომ გთხოვს ღმერთი რომ იწამეთ მისი სვეპლი თქვენთვის და დანარჩენი ყველაფერი ღვთის ხელშია და განწმენდილები, გამართლებულები იდგებით ღვთის წინაშე. აი ესე მთავრდება იოანეს სახარების პირველი თავი, როცა ქრისტე გამოჩნდა, ნათელი იყო იოანესაგან და მოწაფეებს მოუხმო პეტრე, ანდრია, ფილიპე და ნათანაელი უკვე მასთან არიან და უკვე ნენელებს შემოემატება სხვა მოციქულების და იწყება მისი ღვთაებრივი საქმე. შემდეგ კვირას გავაგრძელოთ მეორე თავიდან, სადაც აღწერილია კანას გალილეაში ქორწილი, როცა ქრისტე მივიდა ქორწილში და საოცარი ის არის, რომ ქრისტეს 8 ღვთაებრივი სასწაულია აღწერილი იმაში, იოანეს სახელით 8. და პირველი სასწაული არის სწორედ ის, რომელიც მან ქორწილში მოახდინა. როცა მივიდა ის გაჭირვებულ ოჯახში და ქორწილში აღასრულა პირველი სასწაული და იწამეს მისმა მოწაფეებმა. დიდება ღმერთს, მადლობა ღმერთს და თქვენ მადლობა